გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს 22 ივნისია. ეს მსოფლიო ისტორიის საკუთრება არის, რომელიც ავად და შავად არის ჩაწერილი მსოფლიო ისტორიაში. ეს დღეა, როდესაც დიდი სამამულო ომი დაიწყო და არის ესეთი აზროვნება დამკვიდრებული, რომ გერმანია დაესხა საბჭოთა კავშირს თავს და ესე შემდეგ და თითქოს ერთ-ერთზე ქონდა ორ ქვეყანას ბრძოლა და ასე შემდეგ. მოკლედ ამ საკითხთან დაკავშირებით ბლოგს ახლა ვამზადებ და დღეს შემოგთავაზებთ აუცილებლად დაახლოებით 1-2 საათში იქნება მზად. დაიდება ჩემი YouTube-ის არხზე. ვისაც აინტერესებს, ძალიან საინტერესო თემატიკა არის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო დასაწყისი აქვს და გაგრძელება მით უფრო და დღეს რაც ხდება, არაფერი სხვა არ არის, ასე რომ ვთქვათ, ისტორიის ამ 100 წლიან პერიოდში და მოკლედ ამას ვისაც დაგაინტერესებთ, ნახავთ ამ ვიდეოს შემდეგ იქნება ბლოგად 1-2 საათში დავდეთ ჩემი YouTube-ის არხზე, მაგრამ მანამდე მინდა ერთი ჯერ პირველ რიგში მაინც სასიხარულო ინფორმაციით დავიწყო ეს ჩემი ვიდეო ლაივი და მე ვთქვა რისი თქმაც მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ყველა ქართული რაგბის კომაგებს, საერთოდ მსოფლიო მასშტაბით. ისტორია დაწერილი არის. პირველი გუნდია 1959 წლის შემდეგ ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს რაგბში. ეს არის, რა ვიცი, რაგბის მექა ახალი ზელანდია და აი რაღაცნაირად მიუხედავად ყველაფრისა, რაც ხდება ქვეყანაში, პოზიტივიც უნდა დაინახო ადამიანმა და ულოცავ ნამდვილად ჩვენ ახალგაზრდებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას. უსურვებ, რომ სულ მალე თავიანთ თაობაში და შემდეგაც უკვე როდესაც უკვე დიდები იქნებიან, დიდობაშიც დაემარცხებიოთ ახალი ზელანდიის ნაკრები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართული გენი, ქართველი ერი ყოველთვის იყო ძლიერი, მებრძოლი. დღესაც ამდენი უბედურება იმიტომ გჭირს, რომ გენია ძლიერი და ქართულ გენს ებრძვიან და ქართულ გენეტიკას ებრძვიან, თუ არა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ამდენი პრობლემისა, ამდენი თავის ატკივარისა, ერი გადაშენების პირასაა მიმდგარი და საქართველოს ენერგიიდან არის დაცლილი და მაინც აი სპორტსმენები და რასაც ლეგალური ბრძოლა ქვია, ყველგან ქართველი თავის სიტყვას ამბობს და ქართული გენი თავის სიტყვას ამბობს და შეუძლებელია, რომ ეს არ გიხაროდეს და თუნდაც რაც ერთი წამით და ორი წამით დაგავიწყოს ყველაფერი ის უბედურება, რაც ხდება. ამიტომ ულოცავ ნამდვილად, ბიჭებსაც ულოცავ, ყველას სრულიად სამწვრთნელო შტაბს ულოცავ. და რა ვიცი, ვისურვებდი ამ სიხარულის გაგრძელებას და წარმატებებს უსურვებ ჩვენ ბიჭებს და მიბაძეთ ყველა სხვა სპორტის სახეობის ადამიანებმაც, სხვა წარმომადგენლებმაც, აი ესე ჯიგრულად და ვაჟკაცურად გაახარეთ საქართველოს ამ რთულ დროს. რაგბი მაინც განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ რომ თუნდაც 90-იან წლებში ერთადერთი სპორტი იყო, როდესაც ქვეყანას და ერს საერთოდ იმედი და ყველაფერი ჩამქრალი ქონდა და ქართული რაგბი იყო, რომელიც რაღაცას აჩვენებდა და აცოცხლებდა ნამდვილად საქართველოს და ძვირფასი იყო, პირველი გუნდი იყო, რომელიც გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და ასე შემდეგ და გრძელდება ეს ტრადიცია. ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ერს რაღაცა ნორმალურ სისტემაში თუ ჩასვამ და მიცემ უბრალოდ ნორმალური განვითარების საშუალებას, აი შედეგები ყველა მიმართულებით ასეა. ნადევით სპორტის რომელ სახეობას გინდათ ხელი, თუნდაც აი წეული UFC, რომელსაც მე საერთოდ ვერ ვიტან და არ მომწონს სიმართლე გითხრათ ეგ შოუ, იქაც ქართული გენი სოფლიო ჭიდილში არის და ამაზე მიდის ეს საუბრები ხო, აი რაც ილია თოფურიას ეხება და თუნდაც ის მეორე ნაძირალა თვალიშვილი მაინც გენი აქვს ქართული და ძლიერია გენი რა. ამის თქმა მინდა და სწორი განვითარება უნდა, სწორი მიმართულება უნდა ამ ერს რომიც. ახლა უბრალოდ მე სხვა რაღაცასთან დაკავშირებით მინდოდა გამოხმაურებოდი ამ ყველაფერს. კოცებს მინდა მივმართო და კიდე ბარეორ ზოგიერთებს
რომლებიც კავკასიურ ძმობაზე და რაღაცაზე იკლავენ თავს. მოკლედ ეს დღეები არის ძალიან დრამატული ამბები ხორციელდება მიმდინარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩვენი მოძმე ინგუშები თვითონაც რა ვიცი რო კითხო ყველას უყვარს საქართველოში ინგუშები და ინგუშებს ძმებად თვლიან და ნამდვილად ის იშვიათი გამონაკლისი ტომი არის რომელიც მიუხედავად რელიგიური გაყოფისა ქართველს და ინგუშს შორის ძმობა და სიყვარული არსებობს და მოგზდევს წინაპრებიდან და ნარჩუნდება ეს სიყვარული და ეს ღმერთმა ქნას რომ კიდევ და კიდევ ეს გამტკიცდეს, გაძლიერდეს და საერთოდ ყველა ჩრდილო კავკასიური ტომები ძირითადში არაფრით არ განსხვავდებიან სისხლით ნათესაობაში ჩვენგან, ისევე როგორც ინგუშები, თითქმის ერთი იბერიული კავკასიური ოჯახის ხალხი ვართ და ეს კავკასიის ასე ხელოვნური დაყოფა ქმნის შემდეგ პრობლემებს და 1000 რაღაცა და საერთოდ თუ ჩვენ გვინდა რა განვითარდეთ, ვიარსებოთ როგორც ერმა პირველ რიგში ჩვენი ირგვლივ იქ კი არ უნდა ვეძიოთ შიგ უკნიდან ევროპაში და იმის ოკეანის გაღმა აქ უნდა ვეძიოთ კავკასიის ქედს გადაღმა ენგურს გადაღმა და ესე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი რა კი ძმაო და აი იმის თქმა მინდოდა რომ ეს დღეები არის ძალიან დრამატული ამბები ვითარდება ინგუშეთში სვისი გადარჩენისთვის ახალგაზრდა ბიჭი 8 წლის ბავშვი ბიჭი რომელმაც სხვა გადაარჩინა თვითონ წაიღო დინება და რო უთხრეს რომ სხვას დასაცახებლათო წავიდეთო ჩვენო კაცები ვართო კაცო და ჩვენ უნდა მივეხმაროთო ლამაზად გაიხადა ტანსაცმელი დადო რო ამოვიდო და ჩაიცვამდა და სხვა გადაარჩინა თვითონ წაიღო წყალმა 8 დღე არის დაახლოებით 8 დღე არის ამ ბავშვს ამ ადიდებულ მდინარეში ეძებენ ჯერ მარტო ინგუშები კი არა ამ ბავშვმა გააერთიანა მთლიანად მთელი ჩრდილოეთ კავკასია მთლიანად ჩრდილოეთ კავკასია მათ შორის ვინც იცის ისტორია ოსებს და ინგუშებს აქვთ ძალიან სერიოზული მტრობა და დაძაბულობა ერთმანეთში 92 წლის მოვლენების ამბავთან დაკავშირებით რა და თვითონ ფორუმებზე შეხვდა რომ ვერ ვიფიქრებდითო რომ ოსებიო ილოცებდნო ინგუში ბავშვის გადარჩენისთვის და მიიღებდნენ მონაწილეობას მთელი ჩრდილოეთ კავკასია არის ჩართული და არა მარტო ჩრდილოეთ კავკასია ამ ოპერაციაში ახლა ღმერთმა ქნას ბუნების ძალამ და უფლის მადლმა რომ ეს ბავშვი ცოცხალი იყოს მაგრამ აი 8 დღე ლოგიკაში ცოტა ძალიან ძნელად არის საფიქრებელი რომ სად შეიძლება ეს ბავშვი იყოს რომ ან როგორ შეიძლება თავს ირჩენდეს მაშინ შეიძლება ამოსული იყოს სადღაც იმალებოდეს ან ვიღაცა მალავდეს ან რაღაცა ხდებოდეს ხო შეუძლებელია ახლა 8 დღე ადამიანმა უსმელ-უჭმელმა გაძლოს და მით უმეტეს აი ეს მაშინ მაგრამ მოდი დავანებოთ ამას მნიშვნელობა არ აქვს ეძებენ იპოვეს ახლა იპოვესო ახლა გავრცელდა ინფორმაცია ნახეს ხო ნახეს რა თქმა უნდა გარდაცვლილი ნახეს ხო და მე რატო ღმერთმა აცხონოს გენდერული იდენტობით აღზრდილი ბავშვი კი არ იყო რომ წადი და იჩივლე და წადი და დარეკე და ასექენი და ისექენი ასე კი არ იყო და ეს არავის არ უნდა გვიკვირდეს ქართველებს მით უმეტეს კავკასია კაცურად ღირსებით ადამიანობით ვაშკაცობით აღზრდილი იყო სწორად აღზრდილი შვილი ყავდა მის მშობელს გავიგე ჩემო კარგებო რო იპოვეს გავიგე ახლა რო შემოვედი არ იყო ინფორმაცია ეთყობა ახლა მოხდა და რისი თქმა მინდა აი არა ხო ვაშკაცობას ნამდვილად ასაკი არ აქვს და ლეგენდად დარჩება ეს ბავშვი ჩვენ დროის უახლესი გმირი იქნება ხო ვერთმა აცხონოს მისი მშობლისთვის შვილიშვილია მაგრამ აი ბავშვობიდან რო გმირი გაუძლია მე მინდა ერთ რაღაცა ვთქვა ბიჭო 20000-მდე ადამიანი იყო ჩასული და მათ შორის ქართველებიც იყვნენ ჩასული მისახმარებლად ნამდვილად არ ვიტყვი მას რომ
არ იყვნენ და ესე არ ყოფილა ხალხი თავისი ნებით, თავისი ინიციატივით, თავისი სურვილით და იყვნენ ჩასულები. ბევრი ვიცი აპირებდა წასვლას. მათ შორის ჩემი მეგობარი იყო აპირებდა წასვლას, მაგრამ გაუმდინარე თავისი ისტორიებიდან, ამ რუსეთთან ომი რაღაცეები, იყვნენ იქ შავსიაში შეტანილი და ბევრი საზღვარზე არ გაატარებდნენ, იცოდნენ რა. ბევრი მოაბრუნეს. ახლა შავსიებში იყვნენ და ეს იყო და ეს აღონებოთ ამასთან. ვისაც შეგეძლოთ ამ ყველაფრის დაორგანიზება კავკასიურ საკითხებთან დაკავშირებით, ვინც მუშაობს ცალკე ამბავი. მე მინდა ერთი ამ იდიოტ კოცებს მინდა ვკითხო. აი მინდა ამოთ ვკითხო. ბიჭო, რა მოხდებოდა? ჰუმანიტარული სამაშველო ოპერაციაში, რომელშიც იყო ჩართული მთელი ჩრდილოეთ კავკასია, თუნდაც სიმბოლური ნიშნით. ჰუმანიტარული არხის საშუალებით. 20 კაციანი ჯგუფი მაინც გაგეგზავნათ. და თუნდაც 20 კაციან ჯგუფს მაინც მიეღო მონაწილეობა ამ ბავშვის გადარჩენის ოპერაციებში. ხო შეიძლებოდა ეს? 8 დღეა ეს ყველაფერი მიდის. 8 დღეა, როგორც სახელმწიფოს სახელით, როგორც მოძმეერის სახელით. ელემენტარულ კითხვას ვსვამ, რომ ვინმე რას გეტყოდათ, რომ რუსეთში სამაშველო ოპერაციას აგზავნით? თუ რუსეთი გეტყოდათ უარს ამ საკითხთან დაკავშირებით. რატო არ შეგიძლიათ თქვენ გამოგეხატათ თქვენი სურვილი და მინიმუმ ის მაინც გეტყვათ ჩვენ გავაგზავნეთ და იქიდან ვარი გვითხრეს. ეს ხო ჩვენი მოძმეერია, რომელზეც გვიყვარს ყოველთვის. ბიჭო, მტერს ეხმარებიან ასეთ დროს. ომის დროს, აი ჰუმანიტარული კორიდორები იხსნება და მტერს ეხმარება, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩეს. რა არის ამაში გადასარევი და რა იქნებოდა ამ ყველაფერში გადასარევი? და ვინმე რეპორტაჟს მოგიწყობდათ რუსეთს ეხმარებით სამაშველო ოპერაციით? აი ერთი მართლა ჩამახედა ამათ ავადმყოფ ტვინებში რა ხდება. და თუ უარს გეტყოდნენ, ხო? არ გჭირდებაო, ძმაო, თქვენი დახმარებაო, შეგვეშვიდო, ეცოდინებოდა ხალხს მაინც, რომ ქართველებს გვინდოდა დახმარება, როგორც სახელმწიფოს სახელით თუ არა, იქ ხალხი ინდივიდუალურად იყო ჩასული და მონაწილეობდა. რაც შეეხება იმას, რომ რამდენად ორგანიზებულად გაკეთდა ეს ყველაფერი, რამდენად ქართულ რუსული სამეგობროები როა და ეს რო არის, რა ქვია, სათვისტოან ზოგიერთი ეგრეთ წოდებული ვითომ ქართულ კავკასიური ძმობების და 1000 რა პოლიტიკისთვის რო იყენებთ მარტო ამ ყველაფერს. შეგეკრათ ერთი 10 კაციანი, 20 კაციანი ჯგუფები. მე არ მაქვს ლაპარაკი ის, ვინც მის თვითონ ინიციატივით წავიდნენ და მიეხმარნენ მართლა. თქვენ ერთი ორგანიზაციულად ვინმეს გაგიკეთებიათ ამ ანგელოზის დასახმარებლად. ეს ხო ადამიანური ჟესტი იყო. მე არ ვიცი, ჩემო ძმაო, მე არ ვიცი ახლა რას უკავშირდებოდა და როგორ უკავშირდებოდა მაგ ყველაფერი. იქ ქართულ დროშაზე ამის გამო და იმის გამო და ისე მოხდა და ასე მოხდა, ახლა ვისთვის რა გასაკვირი იყო, მაგი რაც იქ მოხდა. როდესაც სახელმწიფო პოლიტიკასთან და სისტემასთან არის საქმე, ის ამარა რაშვაშია ეგ ყველაფერი ინგუშეთში ბავშვის დახმარებასთან. რაშვაში იქნებოდა. ეგ ხო იქნებოდა ჟესტი, ჰუმანიტარული ჟესტი. ჩვენ საქართველო ოდითგანვე იყო კავკასიის ცენტრი. და ოდითგანვე ხდებოდა გაერთიანება, სანამდე საქართველო ახდენდა კავკასიის გაერთიანებას. და ყველაზე ძლიერი კავკასია რუსად თამარ მეფის დროს იყო, როდესაც ჩრდილო კავკასიური ტომები და საქართველო სამხრეთ კავკასია ერთიანი ცენტრი იყო ყოველთვის თბილისი. გადახედეთ ბიჭო ისტორიას, მარტო ის რო გახსოვთ ვიღაცა სადღაც 200-300 გადაგვარებული რო გახსოვთ აფხაზეთის ომიდან, მარტო და ის კადიროვის ხალხი რო გახსოვთ, მარტო 2008 წლის ომიდან. გადახედეთ ისტორიას. ქართველები და ჩრდილოკავკასიელები ერთად იბრძოდნენ. გადახედეთ გიორგი ერეკლე მეფის ჯარში რამდენი ჩერქეზი ყაბარდოელი იბრძოდა. რამდენჯერ იყო გაერთიანებული ლაშქრობით ქართულ ოსური იყო თუ ქართულ ჩერქეზული იყო თუ
სიყო დაწყებული ჯერ კიდე ფარსმანქველიდან მოყოლებული რომის იმპერიას ესმოდნენ ერთად თავს. რამდენი შემთხვევა იყო მის მერეც თუნდაც ბჭო თემურლენგია, რომელმაც დარიალის ხეობა ვერ აიღო. ქართულ ჩრდილოკავკასიური გაერთიანებული ლაშქარი იბრძოდა და ვერ გავიდა ვიწრო ხეობაში. ეს ყოველთვის ასე იყო. ორგანული კავშირი იყო ჩრდილო და სამხრეთ კავკასიასთან. გასაგებია ეხლა სხვა პოლიტიკა არის და ეხლა სხვა პერიოდი არის და სხვა რეალობა არის, მაგრამ საქართველოს ყოველთვის შეეძლო ყოფილიყო ჩრდილოკავკასიური და სამხრეთ კავკასიური გაერთიანების ცენტრი თბილისი. ასე იყო უდიდგანვე. აქ საქართველოს და ქართველ ერს ის ისტორიული წარსული, ის გეოგრაფიული მდებარეობა, ის უამრავი რაღაცა, რასაც ვერაული გვერდს, ვერასდროს ერევანი ვერ გააერთიანებს ამ ყველაფერს, ვერასდროს ბაქო ვერ გააერთიანებს ამ ყველაფერს. ვერასდროს ვერც გროზნო ვერ გააერთიანებს ამ ყველაფერს და ვერც ვლადიკავკაზი და ვერც ნალჩიკი. თბილისს შეუძლია ეს. ძალიან ბევრი მიზეზთაგან. დღევანდელ საქართველოში, სადაც კი ახლა მე რაღაც სასწაულს ვლაპარაკობ, ვიცი, განა მე არ ვიცი რასაც ვლაპარაკობ, აზრი არ აქვს ამის ლაპარაკს ახლა. ამათგან რა არის მოსალოდნელი, ამათ ის აინტერესებს, ვინ შეაგინა, ვინ გალანძღა, ვინ ეს თქვა, ვინ ის თქვა, რომ დააჯარიმონ, თორე ეს რაღაცები რა შეაინტერესებს, ანტიკართულ რეჟიმს რა შეაინტერესებს ეს რაღაცები, მაგრამ ნორმალური ადამიანებისთვის ვლაპარაკობ და ნორმალური ადამიანების გასაგონოდ ვლაპარაკობ. დღეს რაც შეუძლია საქართველოს რაც შეგვიძლია, თბილისი უნდა იყოს ცენტრი ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირების ჩრდილო და სამხრეთ კავკასიასთან, რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ შემოგედავება. ვერავინ ვერასდროს ვერ შემოგედავება, ვერც რუსეთი ვერ დაგიშლის მაგას და ვერავინ ვერ დაგიშლის. რომ თბილისი იყოს მშვიდობის და ხო იძახით, აბა ომი გინდა? გადააქციეთ თბილისი მშვიდობიანი კავკასიის დიალოგის ცენტრად. მაგის ტვინი სადა გაქვთ ახლა? ვის უნდა ელაპარაკო კავკასიური მენტალობაზე, ვის კობახიზე შეუძლია ეს კავკასიური მენტალობის დაცვა, თუ მდინარაძე შეუძლია კავკასიური მენტალობის დაცვა, თუ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია კავკასიური მენტალობის დაცვა. სიხარულიდან რომ ნახეს 19 წლის ოსის ბიჭი გარდაიცვალა. ბიჭო, ამაშია ძმაო საქმე, ხო, ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანი უნდა იყოს, მე ოსებიც ამყავს, მეგობრები, ჩეჩნებიც ამყავს, რუსიც ამყავს, რა მნიშვნელობა კაცი იყოს, ბიჭო, ადამიანი იყოს. ვინ არცემ შემოლევან პატივს? ვინ არცემს პატივს? მე არ ვიცი ახლა სიმართლე გითხრა, პირველ რიგში ვინ ჩვენ პატივს არ გვცემს, ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი რეჟიმი არის, სიმართლე გითხრა და ახლა როდესაც და 30 წელიწადია ყველაფერ ქართულ 35 უბრალოდ ქართულს, კავკასიურს, კაცურს ყველაფერს უვლიან და ასწორებენ მიწასთან და აფურთხებენ. მაგრამ სასწაულია ისე მეც რას ვლაპარაკობ რა? აგერ ბიჭო, ბავშვი წაიქცა პირდაპირ ეთერში. ქართველი ბავშვი. არავინ შეწუხებულა. ახლა ამდენს ინგუშის ბოში რა შეაინტერესებთ მართლა იმაში რა ქვია. მართალია ისე ხო მართალია. რა შეაინტერესებთ პირდაპირ ეთერში ბავშვი წაიქცა და ხმარავის არ ამოუღია, აგერ ვერ დაბრმავდა და დაყრუდა ეგ ვასიკოს კანტორით დაწყებული, გაგრძელებული მით და მე ბინძურ პოლიტიკას აგებდნენ ერთი მეორეზე კიდე თურმე ემაზე რა ვიცი რამდენი ხანი მიდიოდა მსჯელობა და რა გასაკვირია მართლა ახლა მეც რა სასწაულს ვლაპარაკობ ინგუშის ბავშვი ვის რა შეაინტერესებდა კაცო. აქ უნდა ყოფილიყო ან ბიძინიჩი უნდა ყოფილიყო ვინმეს რო აინტერესებს რაღაცა თვისღერი ხო არ ჩამოუვარდა ან ვიღაცა ის უნდა იყოს რა ქვია LGBT უნდა იყოს ალბათ ან ვიღაცა რაღაცა ესეთი უჯიშო უნდა იყოს რომ რაღაცა ინტერესი გამოიწვიოს სახელმწიფომ და ეს რა შეაინტერესებდა ხო მართლა ეს ბავშვი ეგ ქართველები კანიბალებში გაუშვენ და კანიბალებს ჩაუგდნენ ხახაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმაზე არ ამოუღიათ ხმა და ეს რა შეაინტერესებდა მაგარი სენსაციაა მაგრამ აი ნორმალური ადამიანებისთვის მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვი ეს სირცხვილი კიდე ერთი სირცხვილი აი ეს არის ქოცის ფენომენი ქოცი და კავკასიელი ერთმანეთთან ვერ ზავდება ქოცი არის აი ეს ივანაშვილი ურია ეგა გაგიმარჯოს კოკი მშვიდობა მოწეს მართლა ამაშია ძმაო საქმე და ამაშია მთელი უბედურება არავის ეს არ აინტერესებს არავის
ვიპოვეთ გმირი, რომელმაც მთელი კავკასია გააერთიანა. ნურავის უსმენთ. შენ შემოგევლე, ჩემო ძმაო, მე არავის არ უსმენ, აქედან უნდა ყოფილიყო დახმარება და გვერდში დგომა გამოგზავნილი და ამაზე მწყდება გული, რო არ იყო გამოგზავნილი, როგორც სახელმწიფო სახელი, თუ არა კისერი უტეხია ნაცაც და კოდსაც. შესაძლებელი იყო უცხოელი ჯგუფი სახელმწიფო სახელით გამოგზავნილი იყო და დამდგარიყო და მიიღო მონაწილეობა ჟესტია ასეთ დროს ყველაზე მეტად ეს თუ არა, სადაც 20,000 დამხმარე იყო ჩასული 20 ადამიანი რო არაფერს არ წყვეტდა, მეც ვიცი ყველაფერი რა. მეც ვიცი. ამ ბავშვმა მისი საქციელით მთელი კავკასია გააერთიანა. თქვენში არაფერი არ შევიდა. ქოცის ტვინში ეს არაფერი არ შედის რა. ერთმა აცხონოს ეს საცდავი ბავშვი. აი ასეთი შვილები უნდა აღიზარდოს. ასეთი მომავალი უნდა აღიზარდოს. და არა ისეთი თქვენ რო ზდით. და თქვენ რო გინდათ ქართველის გადაჯიშება და თქვენ რო გინდათ ქართველის გადაკეთება და თქვენ რო გინდათ ქართველის რაღაცა უჯიშო ქმნილებაც წარმოქმნა. არავის არ აინტერესებს. არავის არ აინტერესებს. აი მენტალობით აღზრდილი, აი სწორად აღზრდილი. ქართველების გმირობით ვერ გააკვირვებ. მაგრამ ოდესაც ბავშვობიდანვე ესეთი სულისკვეთებით იზრდებიან, აგერა გვაქვს რა მაგალითი. თავი გაწირა, გადახტა, სხვა გადაარჩინა თვითონ წყალმაწა იყო. კაცები ვართ, უნდა გავაკეთოთ. მათ მაგერა ბავშვი ვერ დაინახეს წაქცეული თავიანთ სტუდიაში პირდაპირ. ეგა ამ იდეოლოგიით აღზრდილი საქართველო, ამ იდეოლოგიით გაზრდილი ქვეყანა ვერ იარსებებს. და ვერ წავა, არათუ წინ წავა, საერთოდ არსებობა ამ რეგიონში გამორიცხულია რა. სანამ ეს ამ დამპალი ხალხის ხელში იქნება ჩვენი ქვეყნის სულისკვეთება, მორალი, მომავალი თაობის აღზრდა და ბედი საერთოდ, ხო? იმიტომ გვჭირს ჩვენ ყველაფერი. აი იმიტომ არის ყველაფერი უბედურება საქართველოში, რომ საქართველოს ქართველი კაცი არ მართავს. ქართული აზროვნება არ მართავს. ეს კონფლიქტები 9 ჯერ იქნებოდა მოგვარებული. აფხაზებთან და ოსებთანაც მილიონჯერ ვიქნებოდით ჩერიგებული. მილიონჯერ ვიქნებოდით ჩერიგებული. იმიტომ რომ ერთი ოჯახის ხალხი ვართ, საუკუნეები ერთად ნაცხოვრები და საუკუნოვანი ნათესაობა და საუკუნოვანი არა ძმაო. არა, უკნიდან განათლებით უნდათ ეს რა ქვია, შემოაბრუნა აფხაზები და ოსები საქართველოს მიმართებაში. არ გამოვა ეს. არ მოხდება იქ ყველაფერი. უგუღმა მიდის ქვეყანა. ვებულობთ იმას, რასაც ვებულობთ. ეგ არის. და თუ რამეს იტყვი ინიციატივას, ეს ბნელი და ეს რა ქვია, რუსული და რაღაცა ესეთი არის. ეს რა გიქნათ ბიჭო, მაინც ამ ურიებმა. რა გიქნათ ამ ურია სოროსმა და მთელმა მისმა განშტოებამ. ან რას გიშვებათ ბიჭო დღესაც? რას გიშვებათ? აი არავის არ აინტერესებს. აი რა აინტერესებს მე გეტყვით, აგერა, აი ესაა მათი ინტერესის სფერო. აგერა მამუკა მდინარაძეზე დაწერილი ვიღაცის დაწერილი კომენტარი მდინარაძეზე 4,000 ლარით დაუჯარიმებია. მოყვებიან, ახლა ჯარიმებს წერენ. არც უნდა შეაგინო, ცუდიც არ უნდა თქვა, შენ ყველაფერთან ერთად უნდა იყო ჩმორი, უნდა იყო მონა. იმაზე დიდი შეურაცხყოფა რა არის, რომ მამუკა მდინარაძე გენერალ-მაიორია. იმაზე დიდი შეურაცხყოფა რა არის, რომ ეს კაცმა, რომელმაც იარაღის დაშლა აწყობა არ იცის, გენერალ-მაიორია. გეკითხებით. ჯარში არ უმსახურებია, აკადემია არ, ამაზე რამე რო თქვა, აი რა 4,000 ლარი ჯარიმა. ეგერ გუბაზიჩზე თქვა ვიღაცამ რაღაცა, პატარა გუბაზიჩზე 2,000 ლარი იმას ჯარიმა. ეგერ ვიღაცამ გვარამიას დაწერა რაღაცა ცუდი, იმას ჯარიმა. ანუ რაშია საქმე იცი? ეს 1% ნაგავი, სულიერად და ზოგიერთი პირდაპირ შთამომავლობითაც ნოე ჟორდანიასი და რამიშვილის და ამ წეული უჯიშოების შთამომავლობა უნდა აჯდეს ამ ერთ თავზე და უნდა მართოს ქვეყანა აი ასე და თქვენ და ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ჩმორები. ვიტყვი რამეს ჯარიმა, იტყვი რამეს ციხე, არა წადი ქვეყნიდან, მორჩა დამთავრდა. აი ეს აინტერესებთ ამათ. როგორი გაზრდილი შვილი გირჩევნიათ? აი ისეთი შვილი. თუ ისეთი შვილი გირჩევნიათ, ლოვეს რო იძახის ბავშვობით.
და მე რა მოხდა? ჰომოფობს ხო არ გავსდი შვილს და უნდა სქესი მე აირჩიოს, უნდა ის იყოს, რა ქვია, ქალი და უნდა კაცი ოღონ ბედნიერი იყოს. აბა რა, მე მშობელი ვარ და ასე უნდა იყოს. თავარია ბედნიერება, LGBT გამომივადო, ყჭპტ რაში მაინტერესებს. მიტომ მივიდი საქმე კარგად. მოკლედ შემოკარგებო, ეხლა მე მალე დავასრულებ ამ ბლოგს. ბევრი არაფერი განახლება არის ერთ-ერთი ჩემი ბლოგის, ძალიან საინტერესო არის, ვისაც გაინტერესებთ. დღეს კიდევ ერთხელ ვამბობ, 22 ივნისია, მეორე მსოფლიო ომის დაწყების სამამულო ომის დაწყების თარიღი არის. მეორე მსოფლიო ომი მანამდე დაწყებული იყო, ფაზა იყო ეს, უდიდესი ფაზა იყო. და რა თქმა უნდა, ამაზე საერთოდ გაყურსული არიან და ტელევიზიაში ამის ხსენება ვინმეს მე რაღაცა არავის არ არის. ისე ვართ უკვე გადარჯულებული და ისე ვართ უკვე გადაჯიშებული, რომ ეს არც არავის არ ახსენდება საქართველოში. რა საჭიროა ეს? ვის ხაში აინტერესებს კაცო? მოდი გავიხსენოთ რა რაღაცეები ამ ბლოგს აუცილებლად დღეს ესე 2 საათში დავამთავრებ და დავთებ. კი ზურა, კი ძმა, ეგრე არის.